საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არის გამტარი პირდაპირ რუსული პროპაგანდის და პირიქით ის აძლიერებს ამ რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს. ამ შემთხვევაში ვისზე არის, ხო? ანუ საზოგადოებაზე არის თავარი ტვირთი, თავარი სიმძიმე გადმოსული. საზოგადოების რა ნაწილზე, ხო? ეს არის პირველ რიგში მედია და შემდეგ რა თქმა უნდა სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც რა თქმა უნდა ეხლა ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან. ხედავთ, ხო, როცა ვსაუბრობთ ინფორმაციის გავრცელებაზე და ამ პრობლემებზე წინა საუკუნეში და დღეს ვთვლით, რომ ეს მოცემულობა ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია, არც ესე ცალსაღად არ არის საქმე, ხო? ანუ რუსული რეჟიმი პირდაპირ ცდილობს და მის მთავარი სამიზნე არის მედია, რომ თავისუფალი მედია იქნეს ჩახშობილი, მათი ხმა იქნეს ჩახშობილი, იქნენ განადგურებული პირდაპირ მნიშვნელობით და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებული, ესე ვთქვათ, ბიუჯეტზე და არ იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციები, არ იყვნენ, ასე ვთქვათ, მთავრობის ნებაზე დამოკიდებული და ისინი აკეთებდნენ იმას, რაც მიაჩნდათ სწორად და ასე ვთქვათ, სინდისიერად და სასარგებლოდ ამ ქვეყნისთვის. ზუსტად აი ამ ორგანიზაციებზე მოდის თავარი წნეხი და დარტყმა.